მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისა და ერიაჩი გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცხადი გახდა, რომ სოფლიო პოლიტიკა ისეთი ვეღარ იქნება, როგორც ტრამპის ინაუგურაციამდე იყო. შტატების 47 პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ ევროკავშირმა თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე აქტიური ზრუნვა უკვე დაიწყო. მაშინ, როდესაც მსოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს ახლებურად განსაზღვრავენ, სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა გლობალური პოლიტიკურ ველზე, სად აღმოჩნდება საქართველო. 20 იანვრის შემდეგ მსოფლიოს სწრაფად იცვლება და თითქოს ყველაფერი თავდაყირადგება. ძველ პოლიტიკურ მტრებს შორის მცირდება დისტანცია, რომელიც იზრდება ძველ პოლიტიკურ მეგობრებს შორის და უკვე ფუნდამენტურად ცვალებად სამყაროში თითქოს არაფერი იცვლება საქართველოში. უпростоრად მის პოლიტიკურ დედაქალაქში და გამზირზე, სადაც ყოველ საღამოს მოქალაქეთა ნაწილთან ერთად ისევ იგივე პოლიტიკური ლიდერები მიდიან, ისევ იგივე მოთხოვნებით. ოპოზიციურ ძალებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს, ვერც ისე, ვერც ასე. სახელმწიფოებზე შემოახდენოს გავლენა. ამ პროცესებმა შესაძლოა ზოგადი გავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და ჩვენ უკან დახვევას არ ვაპირებთ. ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, ვაპირებთ ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას. ესე იგი, ჩანიშნას ხელახალი საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ოპოზიციურ მოთხოვნას ხელახალი არჩევნების შესახებ უკვე რამდენიმე თვეა ზურგს უმაგრებს ევროპარლამენტი და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო. თუმცა რამდენად ადეკვატურია დღეს ქართული პოლიტიკური ელიტის ნაწილის ახალ არჩევნებზე დაფუძნებული დღის წესრიგი ცვალებადი მსოფლიოს ფონზე. ამ შეკითხვამ განსაკუთრებული აქტუალურობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ შეიძინა. ის რომ პირობით ქართულ ოცნებას გუშინ ღამით საპროტესტო აქციაზე ამერიკის დროშა გადააფარეს, ერთია, თუმცა ეს დროშა მსოფლიოში ახლა ძალიან ხმაურიანად ფრიალებს, რაც ყველაზე მკაფიოდ სწორედ მიუნხენში გამოჩნდა, სადაც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ევროპელ მაღალჩინოსანთა ნაწილს სწორედ ევროპული დემოკრატიის ერთგულება დაუწუნა. მეტწილად სხვადასხვა ქვეყნებში საარჩევნო შედეგებით უკმაყოფილების და ახალი არჩევნების ლობირების გამო. მე გაოგნებული ვიყავი ცოტა ხნის წინ, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიაში მოხარული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ ახლახანს გააუქმა მთელი არჩევნები. მან გააფრთხილა, რომ თუ მოვლენები გეგმის მიხედვით არ განვითარდებოდა, ანალოგიური რამე შესაძლოა გერმანიაშიც მოხდეს. ეს განცხადება შოკის მომგვრელია ამერიკელების ყურებისათვის. როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს და მაღალჩინოსნები ემუქრებიან სხვების გაუქმებით, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა. ვინ არჩევნებთ თუ არა ჩვენ შესაბამისად მაღალ სტანდარტს? ჩვენ უნდა ვაკეთოთ საუბარზე მეტი დემოკრატიული ღირებულებებისთვის. დემოკრატიული ღირებულებების არსი, როგორც ეს გამოსვლა აჩვენებს, სხვადასხვაგვარად ესმით ძველ ევროპელ ლიდერთა ნაწილს და ამერიკის ახალ ადმინისტრაციას. დღეს ცალკეული ევროპელი, მეტწილად ბალტიური მთავრობები საქართველოში ისევ ოპოზიციური დღის წესრიგის, ამ შემთხვევაში ხელახალი არჩევნების იდეის მხარეს დგანან. თუმცა საკმარისია თუ არა ამ დრომდე შემორჩენილი ეს მხარდაჭერა ამერიკის განსხვავებული პოლიტიკის ფონზე, რთული სათქმელია. ყოველ შემთხვევაში ტრამპის პოლიტიკაში ბევრი რამ მის გაპრეზიდენტებამდეც ცხადი იყო. თვის თუ არა, ნაწილისთვის მაინც. მაგალითად, გიორგი გახარიასთვის, რომელმაც ღიად თქვა, რომ ოპოზიციური წარმატების ვადები 20 იანვრისთვის იწურებოდა. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ქვია პირველი ფაზა, ეს ფაზა მერწმუნეთ ჩვენ თუ არ დავასრულეთ. ახალ წლამდე ამიშოთ, ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე. იცოდეთ, რომ შემდგომ უკვე ეს ძალიან გვიან იქნება. გვიან ბევრი რამის გამო. ამ განცხადებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და ახლა იმ ევროპელებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ მხარს უჭერენ ხელახალ არჩევნებს საქართველოში, სხვა გაცილებით მასშტაბური დილემები გაუჩნდათ, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში. ყველაზე მკაფიოდ ეს გასულ რამდენიმე დღეში გამოჩნდა უკრაინის მაგალითზე, როცა დიდი ქვეყნის ლიდერები ერთ მაგიდასთან დასხდნენ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე სამწლიანი ომის დასრულების თემაზე და ამ მაგიდაზე ევროპელი ლიდერებისთვის ადგილი არ მოიძებნა. ამიტომ განაწყენებულ გამაგიდა ცალკე გაიშალა პარიზში. რა ხდება ახლა ევროკავშირსა და ამერიკას შორის? ვერსია ბევრია, მაგრამ თუ ერთ-ერთ გამორჩეულ ამერიკელ პოლიტოლოგს, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს დავუჯერებთ, ევროპაში ახლა დაბნეულობაა. მეტწილად იმის გამო, რომ ძველი ამერიკული გავლენის ხელით შექმნილმა ევროპულმა პოლიტელიტამ ფეხი ჯერჯერობით ვერ აუწყო ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომელმაც უკვე მოიტანა ბევრი ცვლილება. უპირველესი ისაა, რომ სახელმწიფო მდივანმა რუბიომ თქვა ფუნდამენტური სიმართლე, ის რომ მსოფლიო მრავალპოლუსიანია. 30 წლის განმავლობაში ამერიკული მოსაზრება ეყრდნობოდა პროექტს, რომელიც ამბობდა, რომ შეერთებული შტატები
იყოს სცენაზე ერთადერთი დომინანტი. მარკო რუბიომ კი თქვა, ჩვენ არ ვართ ერთადერთი დომინანტი, ჩვენ სხვა ძლევამოსილ სახელმწიფოებთან ერთად ვცხოვრობთ. ეს შესანიშნავი დასაწყისია. ევროპა ახლა შეშფოთებულია, რადგან ევროპა ამერიკული პროექტის ხელმომწერი იყო. ევროპელ პოლიტიკოსთა უმრავლესობა ახლა იმიტომაა ასეთ დღეში, რომ ისინი ამერიკული პროექტის ნაწილები იყვნენ. დღეს როცა ამერიკამ ეს პროექტი თავად შემოატრიალა ძირფესვიანად, თქვენ არაფერი გითქვამთ, ახლა რა უნდა ვქნათო, ამიტომ არიან სრულიად დაბნეულები. დაბნეულობის მოსაზრებას ევროპაში ბევრი არ ეთანხმება. თუმცა იდეას იზიარებს ევროკავშირში ტრამპის მეგობარი და ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც 20 იანვრიდან აანონსებდა რთულ დღეებს ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის. ორბანი თავის პროგნოზებში უფრო შორსაც მიდის. ტრამპი, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ამერიკას ცუდად ექცევა, განმარტავს, რომ ყოველწლიურად ვაჭრობაში შტატები ევროკავშირთან $200 მილიარდ აგებს. ორბანი ამბობს, რომ ტრამპს სამართლიანად სურს ამ დისბალანსის შემცირება. თუმცა ევროკავშირი, რომელიც გაზრდილ ტარიფებს უნგრეთის პრემიერის აზრით დიდხანს ვერ გაუძლებს, უბრალოდ არაფერს აკეთებს, რომ ადეკვატური სტრატეგია შეიმუშაოს და შტატებს ალტერნატივა შესთავაზოს. ახლა ევროკომისია ცდილობს წინ წაუძღვეს ევროკავშირს, მაგრამ ისინი ბიუროკრატები არიან. ბიუროკრატებს არ შეუძლიათ პოლიტიკური ლიდერობა. ეს კიდევ ერთი პრობლემაა ევროკავშირის შიგნით, მაგრამ ახლა არ მინდა სხვა ქვეყნებზე ვისაუბრო. ჩემი საქმე ჩემი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვა. ამიტომ რასაც ახლა ვაკეთებთ, ისაა, რომ ვსაუბრობთ შეერთებულ შტატებთან. გვინდა გქონდეს კარგი ურთიერთობები, მეტი და რაც შეიძლება დიდი ეკონომიკური შეთანხმება. ანუ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომლითაც უნგრეთი წარმატებული იქნება. არსებობს ევროკავშირი მომავალში თუ არა. უფრო მკაფიო რომ ვიყო, ჩვენ არ გვაქვს 60 წელიწადზე მეტი და თუ არ შევთანხმდებით დრამატულად განსხვავებულ სტრატეგიაზე, ევროკავშირი უბრალოდ ნაწილებად დაიშლება. ამ ნაწილში საინტერესო დეტალია ის, რომ მაგალითად პარტია, რომელსაც გერმანულ არჩევნებში ილონ მასკი გულშემატკივრებს, გამარჯვების შემთხვევაში გერმანიის ევროკავშირიდან გაყვანას გეგმავს. თავის გეგმები აქვს ტრამპს, რომელიც ევროკავშირს გაზრდილი სავაჭრო ტარიფებით ემუქრება და საგარეო ველზე ჩინეთის პირველ პირთან შეხვედრას გეგმავს. თუმცა მანამდე გეგმაშია ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. მეტწილად უკრაინაში ომის დასრულების თემაზე და ამ სწრაფად სვალებად გლობალურ ველზე, სადაც ძალთა გადანაწილების ახალი კონტურები იკვეთება, ჩნდება შეკითხვა, სად არის და რა უნდა მოიმოქმედოს საქართველო. სად დგას საქართველო? აქაც ორი რაღაც შეიძლება ითქვას, ერთი რაც ჩვენზეა დამოკიდებული და რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ ხედავთ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთობებს, მათ შორის ურთიერთობებს და მოლაპარაკებებს, მაგრამ რაც ჩვენზეა დამოკიდებული არის ის, რომ მივიღოთ ისეთი გონივრული გადაწყვეტილებები, რომ აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში არ აღმოჩნდეთ ესეთი სათამაშო პაიკი, ასე ვთქვათ, რომელიც შეიძლება გაწირონ. ეს არის ჩვენზე დამოკიდებული და ჩვენ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ყველაფერს ვაკეთებთ. თავარი გასაღები რეცეპტი რაც გინდა დავარქვათ არის საქართველოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი რაც გვაქვს და ჩვენ ვემსახურებით ყველანი ამ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხარისხის გაძლიერებას იმისათვის რომ საქართველოს მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში იყოს მთავარი აქტორი. ეს არის ოქროს გასაღები ამ დიდ გლობალურ ამ ეტაპზე დიდწილად გაურკვეველ პოლიტიკაში საქართველოს თანამონაწილეობის და იმისათვის რომ ქართული ინტერესი იყოს პირველ რიგში და პირველ პლანზე დაყენებული. მართლგუნდს თავისი სტრატეგია აქვს. ცალკე პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს ოპოზიციას, რომელიც ისევ ხელახალ არჩევნებს ითხოვს. პოლიტიკოსები საკუთარ დღის წესრიგს თავად ადგენენ, ყველა თავისი შეხედულებით. თუმცა მთავარი ალბათ მაინც ისაა, ვინ როგორ ეწევა და ერგება საერთაშორისო მოცემულობას. ფაქტია, რომ ძალთა ბალანსი საერთაშორისო ველზე იცვლება. სწრაფად იცვლება გარემოებებიც. და როცა მსოფლიო პოლიტიკის მატარებელი ელვის სისწრაფით მოძრაობს, ფეხი ყველამ ისე უნდა აუწყოს, რომ მერე პოლიტიკურ დეპოში არ დარჩეს.